გადაცემის ამ ნაწილს ვაგრძელებთ ჩვენ სტუმართან ერთად და სწორედ თანატოლობასთან ასოცირდება ის სიტყვები, რაც ახლა უნდა ვთქვათ, საუბარია აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტზე, რომელსაც ქვია ომის სტოლი და ის აფხაზეთში დაბადებულ 30 წლის ახალგაზრდებს და მათ ისტორიებს აერთიანებს. ჩვენ უფრო ვრცლად ეკა წივწივაძესთან ერთად ვისაუბრებთ ჩვენ ამ თემაზე. ის უკვე შემოგვიერთდა, ის გახლავთ პროექტის ავტორი და პრინციპში უკვე წარმოვიდგინეთ თუ რას მოიცავს პროექტი, თუმცა მოდით დავიწყოთ თავიდან. ეს არის ისტორიები, რომელიც რეალურად ალბათ იდენტურია, თუმცა ყველას მაინც განსხვავებული, ასე ვთქვათ, სარჩული აქვს. მოდით მოგვიყევით პროექტის შესახებ და რას მოიცავს ეს. დილამშვიდობის, ანა ელენე, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. დღეს დროს უთმობთ ასეთ მნიშვნელოვან თემას, როგორც არის აფხაზეთი. 30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან და ეს არც ერთი სოხუმელისთვის, არც ერთი აფხაზეთელისთვის და არც ერთი ქართველისთვის მარტივი დღე არ არის. თუმცა აფხაზეთი და ჯვართამაღლება ერთგვარად საქართველოს ბედის წერა არის და მე მჯერა რომ ადრე თუ გვიან სამართალი პურს შეჭამს და ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით და დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთს, ასევე აფხაზ ხალხს. რაც შეეხება პროექტს ომის სტოლი, როდესაც ვფიქრობდით, როგორ შევხვედროდით ამ 30 წელს, სიმბოლური თარიღია, მრგვალი თარიღია, გვინდა და რაღაცა განსხვავებული მედია პროექტი გაგვეკეთებინა. მე არ ვარ პროექტის ავტორი, ავტორი არის მთლიანად ცენტრი და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ცენტრში არის დასაქმებული და გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძებნა ის ახალგაზრდები, ვინც აფხაზეთის ომის პერიოდში იმედის სხივებად დაიბადნენ, ზოგი გზაში, ზოგი სოხუმში, ზოგი გადმოსვლიდან ძალიან მალე, ზოგი დაიბადა ქუთაისში და შემდეგ რაღაცა პერიოდის განმავლობაში, როდესაც გვჯეროდა რომ შევრიგდით, უკან დაბრუნდნენ მშობლები და ჩაიყვანეს დღეების შვილები. გვაქვს ასეთი ისტორიები, ძალიან ემოციური გამოვიდა ეს გზავნილები, რეალურად რომელიც მათ გააჟღერეს. ძალიან მარტივად შევკრიბეთ სოციალურ ქსელში. არის დიდი ჯგუფი დევნილებისთვის, სადაც დავწერეთ, რომ ვეძებთ. თვითონ გამოგვეხმაურნენ, მშობლები გამოგვეხმაურნენ. ასევე ჩვენი აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლობები რეგიონებიდან დაგვეხმარნენ, შეგვიკრიბეს ეს თაობა, ესე რა ვთქვათ. ზოგი თბილისში ჩავწერეთ, რამდენიმეს რეგიონებში ჩავაკითხეთ და საბოლოო ჯამში ძალიან ემოციური მედია პროექტი გამოგვივიდა. მთელი თვის განმავლობაში სექტემბერში დღეში ორჯერ ვანთავსებდით ვიდეოებს და ეს ვიდეოები არ არის ხანგრძლივი, რადგან დღეს მაინც მაყურებელს არ უყვარს ხანგრძლივი ვიდეო და ამიტომ 2 წუთის განმავლობაში მთავარი 3 მესიჯი ჩაატიეს, როგორ შემოვიდა მათ ცნობიერში აფხაზეთი, რა არის მათთვის დღეს აფხაზეთი და რა გზავნილს უგზავნიან ისინი თანატოლებს. ზუსტად ეს მაინტერესებს, ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც უშუალოდ აი კონფლიქტის დროს იქ დაიბადნენ, როგორც თქვენ თქვით, იმედის სხივებად. და ძალიან რთული გზა გაიარეს, როგორც აღნიშნეთ, ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენთ, ძალიან დიდი ტკივილი არის, მონატრება, მოგონება არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საინტერესოა, თქვენ გეცოდინებათ მათი თითოეული ისტორია ძალიან კარგად. რა არის მათთვის აფხაზეთი და რა ისტორიები აკავშირებთ? როდესაც გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მედია პროექტი, ელენე, ვფიქრობდით რა და მუდმივად გვესმის, რომ თაობები, რომელიც იბადებიან აფხაზეთს მიღმა, შეიძლება ხვალ რო დაბრუნება იყოს, აღარ დაბრუნდნენ. ეს კითხვა ძალიან მაწუხებდა მე პირადად, როგორც ერთ-ერთ აფხაზეთელს, სოხუმელს. ვფიქრობდი, რომ აი მართლაც სტრადგმინდა ტერიტორია თუ იქ ადამიანებს დაბრუნების სურვილი არ ექნებათ, ხომ? და აი რა მოხდება, როდესაც ჩემი მშობლების თაობა აღარ იქნება, ჩემი თაობა არ იქნება, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს აფხაზეთი და წამოვა ის თაობა, რომელიც უკვე დაიბადა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გაიზარდა, შედგა. ბევრისთვის თბილისი არის უკვე მათი მშობლიური ქალაქი, ქუთაისია მათი მშობლიური ქალაქი, ბათუმია და ხომ არ დარჩება სოხუმი, გაგრა, გულირიფში ადამიანების გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვისაც დაბრუნების სურვილი აქვს და იცით რა მინდა გითხრათ, რომ არა, ასე არ არის. ამ ვიდეო გზავნილებმა მე არ შემიძლია ემოციის გარეშე ამაზე საუბარი, ძალიან დიდი იმედი მოიტანა, იმიტომ რომ ჩვენ ვინც ჩავწერეთ, ყველა ადამიანი ხვალ რო დაბრუნება იყოს, აუცილებლად დაბრუნდება. ეს არის 27 ადამიანზე საუბარი, 27 სიმბოლურად, რა თქმა უნდა.
ბატონო, პროექტი არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელება ექნება და რაღაც სხვა სახეს მიიღებს და გაგრძელდება, მაგრამ მაინც როგორ წარმოგიდგენიათ, თქვათ, რა შეიძლება იყოს აი შემდეგი ნაბიჯი? როდესაც პროექტი გავაკეთეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე გავაკეთეთ და იცით რა, ჩვენ გვწერენ, რომ რატომ არ არის რუსულად, რატომ არ არის აფხაზურად. აუცილებლად ვთარგმნით და რადგან გზავნილები ახლავს მივიდეს ადრესატებამდე, მათ აფხაზთან ეტოლებამდე ის გზავნილები, რომელიც გააჟღერეს ამ ახალგაზრდებმა და მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დეტალი, გარდა იმისა, რომ დაბრუნება უნდათ, არის ის, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენ მშობლებს შვილები სიძულვილით არ გაუზრდიათ და არც ერთ მათგანში არ არის ომის სურვილი, არც ერთ მათგანში არ არის კონფლიქტის სურვილი, არც ერთ მათგანს არ სურს აფხაზეთში დაბრუნება, იქ სადაც აფხაზები არ იცხოვრებენ. და ყველა მათგანის გზავნილი არის თანაცხოვრებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, შერიგებაზე და ახლა ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ვთარგმნოთ აფხაზურ ენაზე, სამწუხაროდ აფხაზეთში აფხაზური ენა ნელ-ნელა მილევადია, ავიწყდება და ამიტომ გვიწევს, რომ რუსულადაც ვთარგმნოთ, რათა ძირითადი გზავნილი ადრესატებამდე სწორედ მივიდეს. ისინი ძირითადად დეზინფორმაციის მსხვერპლი არიან, საინფორმაციო ვაკუუმში არიან, ამიტომ გვიწევს მივაწოდოთ ინფორმაცია მათივე ენაზე. კი ბატონო, საინტერესოა ახლა კითხვა გამიჩნდა, რომელიმე მათგანს აი რესპონდენტები ვინც არიან, თუ ხომ არ აქვთ აფხაზეთიდან რომელიმესთან, რომელიმე მოქალაქესთან კონტაქტი, ან ვინმესთან ხო არ არიან მჭიდრო კავშირში? გვაქვს ჩვენ ესეთი, თუ ჰეშტეგით ომის ტოლი იპოვით, არის იქ უფრო ვრცელი ვიდეოები, სადაც თვითონ ყვებიან. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ამ ახალგაზრდებმა ეს ხელოვნური ბარიერები გადაკვეთეს და საკუთარ სახლებში სამწუხაროდ სტუმრად, მაგრამ მაინც მოახერხეს ჩასვლა და ნახეს აფხაზეთი. ბევრი არის გალიდან და როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიან, იქ უწევთ თანატოლებთან ერთად თანაცხოვრება და ამასაც ყვებიან თავიანთ ვიდეოებში. მე მგონი დროა რომ ნახოთ, ხო? კი ბატონო, და სანამ ნახოთ, ბოლოს კითხავთ, სად შეიძლება რომ მაყურებელმა ნახოს უფრო ვრცლად ვიდეოების თითოეული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის გვერდზე და ჩვენს TikTok გვერდზე, ასევე ჰეშტეგით, რათა გაგიმარტივდეთ ომის ტოლი, შეგიძლიათ მარტივად ნახოთ თითოეული ვიდეო, ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ კოლაჟი ეთერის მეშვეობით. კეთილი, შეგვიძლია ვიხილოთ და გავიცნოთ ომის ტოლები და გავიგოთ თუ რა არის მათი მთავარი სათქმელი მათგან. აფხაზეთი ჩემთვის ნიშნავს ჩემთვის არის სახლი, მონატრება, რომელიც ისე დავკარგეთ, რომ ვერც განვიცადე, რას ნიშნავს. სხაპარი, რომელსაც ბავშვობაში ხშირად გეყვებიან. ოცნება სახლზე, რომელიც არასდროს მინახავს და რომელშიც არასდროს არ ყოფილა. იქ ჩიტები მართლა სხვანაირად ჭიკჭიკებენ და იქ ნიავის კი სხვანაირია. სახლი, სადაც სამწუხაროდ მე არ მომიწია ცხოვრება. არნახული, მაგრამ წრფელი სიყვარული. ისტორია, რომელიც ჩვენმა მშობლებმა გადმოგცეს ჩვენ. სიყვარულის, სევდის და მონატრების ერთგვარი სინთეზი. პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ თაობას აკისრია. ფიზიკურად დავტოვე აფხაზეთი, მაგრამ აფხაზეთს მე არასოდეს არ დავტოვები ვარ. ხის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან არის ზომება, ის ფესვებიდან იზომება. მართლაც ასეა, ჩვენთვის, საქართველოსთვის მისი სიმაღლე იზომება აფხაზეთი. აფხაზეთი ჩემთვის არის მამაჩემი, რომელიც გაცნობიერებულად არ მახსოვს, არ მინახავს, მაგრამ არც არასოდეს მტოვებს და ყოველთვის ჩემთან არის. ვიცი რომ ჩემ სახლში ზუსტად შუაგულში დიდი ხია მოვიდა. არ ვიცი რა სტატუსით, მაგრამ იქნება ეს გალის გამგეობა თუ სოხუმის მერია, აუცილებლად ჩემს წვლილშევიდან ჩემი კუთხის და რეგიონის განვითარების საქმეში. სამშვიდობო გზავნილი აფხაზ თანატოლებს. არაბარაბზე აქვს მოიქცა აფხაზები. დავფიქრდეთ ამ ყოველივეზე, აი ამ წლებზე, აი ამ სიშორეზე. ერთმანეთთან ცხოვრებით უფრო ბედნიერები ვიქნებით, ვიდრე აი ესე ცალ-ცალკე. ვიცხოვრებთ იმ აფხაზებთან, რომლებიც იქ დაგვხვდებიან. ერთად ვიყოთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს კუთხეზე. აფხაზეთი არ გვინდა აფხაზების garaშე. სად ვარ, ვიმეგობრო თქვენთან. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ავაღორძინებთ ისევ აფხაზეთს. ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ერთმანეთს მოუბრუნდეთ. მიიღონ ჩვენი მზაობა, ჩვენი სიყვარული. მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემინებით არ დამithმია. დადგება ის დღე, როცა ჩემ შულთან ერთად გადავალ და ვიქნები ზღვის სანაპიროზე. მე მინდა გულით ჯეროდეს, ანუ ალბათ შინაგანად ჯერა კიდევაც, რომ
მართლა დავბრუნდები. ომი უკვე ვცადეთ და აწე ალბათ მშვიდობის დროა. მათი თითოეული გზავნილი ნამდვილად ძალიან ემოციურია, ძალიან კარგი პროექტი არის და წარმატებები ვუსურვოთ. წარმატებები მათ.